2025 წლის კონკურსი მწვანე ჯილდო დასრულდა. გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოავლინა. მწვანე ჯილდო გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელ შორენა ყარალაშვილს გადაეცა. სკოლამდელი განათლების მიმართულებით კი გამარჯვება ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საბავშვო ბაღის აღმზრდელმა გულნარა ბუაძემ მოიპოვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაში პედაგოგების როლზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი ჯილდო მოგეხსენებათ რომ ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ადრეული ასაკიდან ყალიბდება შესაბამისად თითოეული მასწავლებლის როლი როგორც საბავშვო ბაღების ასევე სკოლის პერიოდში როდესაც ყალიბდება სამოქალაქო პასუხისმგებლობა როდესაც ბავშვები დასწავლობენ იმ მნიშვნელობას როგორც სოფლის მეურნეობის ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით ეს განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსი არის და თავისთავადია უნდა მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ თითოეულ მასწავლებელს რომელსაც ასეთი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში ასეთი წვლილი შეაქვს ახალგაზრდების ღირებულებების ჩამოყალიბებაში და მინდა ვისურვო რომ რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი იყოს ჩართული ამ პროცესში, რადგან თავისთავადია ეს ყველაფერი განსაკუთრებულად აყალიბებს ჩვენს მომავალ თაობას. გარემოს დაცვითი განათლება და ცნობიერების გაზრდა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი სამინისტროსი. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მწვანე ჯილდო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა და რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრო ყოველწლიურად ამ ღონისძიების მხარდაჭერი იქნება. ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, საქართველოს აღუზარდოთ და ყავდეს ჯანსაღი ღირებულებების მქონე ახალი თაობა. და სწორედ გარემოს დაცვითი განათლება და სკოლებში გარემოს დაცვაზე გამახვილება ყურადღების აი ამ მიზანს ემსახურება. მწვანე ჯილდო ერთგვარად წამახალისებელი ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს ზოგადად გარემოს დაცვითი განათლების გაძლიერებას და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას. განსაკუთრებით დიდი როლი აქვს მასწავლებელს, როგორც სკოლამდელი, ასევე სკოლის პედაგოგებს იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობა კარგად იყოს გათვითცნობიერებული იმ გამოწვევებში, რა გამოწვევებში ჩვენ ცხოვრება გვიწევს შესაბამისად ასეთი და ამგვარი ღონისძიებები, ამგვარი წამახალისებელი ნაბიჯები კიდევ ერთი დამატებითი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენ მომავალი თაობა უფრო განათლებული და ღრმა გარემოს დაცვითი ცნობიერებით აღზარდოთ. ჩემთვის როგორც პედაგოგისთვის გარემოს დაცვითი აგრარული განათლება 21 საუკუნის გამოწვევაა და 2025 წლის მწვანე ჯილდო არა მხოლოდ აღიარება, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაა მომავალი თაობის წინაშე. მე დღეს ხელში მიჭირავს მწვანე ჯილდო, მე ვარ ბედნიერი, მე ვარ ამაყი და მიხარია რომ იმ საქმეს, რასაც ვემსახურები წლების განმავლობაში სათანადო შეფასება მიიღო ამ საქმემ უბრალოდ და ბედნიერი ვარ იმით რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ვასწავლი გარემოს მოფრთხილებას. ჩვენ საერთო სახლს დედამიწას ხო ნამდვილად მოფრთხილება ჭირდება და საფუძველი ესე ადრეულ ასაკიდან დაწყებული ვფიქრობ რომ შედეგს ნამდვილად გამოიღებს.